კულტურის სამინისტროში დღეს საყდრისი ყაჩაღიანის თემა განიხილეს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც საბადოზე სამუშაოების განახლების ნებართვას ეხება დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით საერთაშორისო დამკვირვებლებს საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების მონიტორინგის საშუალება ექნებათ. შეხვედრის პარალელურად კულტურის სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაციების და სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ექსპერტები დაშვებული იქნებიან მოპოვებით ტერიტორიაზე და ექნებათ საშუალება ჩაატარონ მონიტორინგი, რაც თავის თავში ასევე მოიაზრებს, რომ რაიმე ახალი გარემოებების არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებითი სამუშაოები დაუყოვნებლივ შეჩერდება და დაიწყება ამ აღმოჩენების კვლევა.